გამარჯობა, მე ლილუ ვარ და ახლა საინტერესო ამბებს მოგიყვებით. აღმოჩნდა, რომ ცნობილი მომღერალი ცირა კობიაშვილის ბებია და ბაგუა პატრიარქთან დაახლოებული ადამიანები იყვნენ. იმ დროს სამი ოჯახი დადიოდა სიონში. რთული პერიოდი იყო. უწმინდესმა თავად გამოუტანა თარგები ბებიას, მონაზვნებისთვის რომ კაბები შეეკერა. ყვება ცირა კობიაშვილი პრაიმ ტაიმთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელსაც ჩვენს გვერდზე ნახავთ. მომღერალი ნუცა ბუზალაძე საახალწლოდ თბილისში ჩამოვიდა და დღესასწაულები ოჯახთან ერთად აღნიშნა. როგორც აღმოჩნდა, ნუცა ბუზალაძე 2 ქორწილის გადახდას გეგმავს. 2 ქორწილი და 4 კაბა მინდა, ამბობს მომღერალი. ფეხბურთელმა ზურაბ ხიზანიშვილმა ლაშა დვალიშვილის გადაცემაში მეუღლის, სალომე ღვინიაშვილის შესახებ ისაუბრა. მე და სალომემ ბევრი რთული პერიოდი გამოვიარეთ ერთად, ამბობს ფეხბურთელი. უფრო ვრცლად რა ისტორიები გაიხსენა ზურაბ ხიზანიშვილმა პრაიმ ტაიმის გვერდზე წაიკითხავთ. აღმოჩნდა, რომ არსებობს 11 ნივთი, რომელიც ყოველთვიურად უნდა გადააგდოთ. მათ შორისაა მაკიაჟისა და ტანის დასაბანი ღრუბელი, წყლის ფილტრები, კბილის ჯარჯგრისები, ჩამონათვალში მოხდა ჩეკები და ქვითრებიც კი. კაცებმა დაასახელეს თვისებები, რომელიც ქალებში ყველაზე მეტად აღიზიანებთ. აღმოჩნდა, რომ კაცებს ძალიან არ მოსწონთ ქალები, ვინც საზოგადოებაში დიდ ყურადღებას იმსახურებს. ძნელი სათქმელია ქალებს ეს ყველაფერი რამდენად ადარდებთ, მაგრამ თუ დაგაინტერესებთ, პრაიმ ტაიმის გვერდზე ნახავთ კვლევის ვრცელ შედეგებს. ბევრს ყავის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ თუ ის გაფილტრული არაა, ცუდ ქოლესტერინს ზრდის. დასამშვიდებლად მინდა გითხრათ, რომ თუ გაფილტრულ ყავას დალევთ, როგორც მეცნიერები ამბობენ, მან შეიძლება შეამციროს გულის დაავადებების, ალცჰაიმერისა და ინსულტის რისკი. ამ და სხვა ბევრ საინტერესო ამბობს პრაიმ ტაიმის გვერდზე წაიკითხავთ. მე კი ბედნიერ განწყობას გისურვებთ. შეხვედრამდე.